მოგესალმებით. მე მინდა ვისაუბრო ჩემს პატარა ვაჟკაცებზე. ჩემს ურდღლებზე და ჩემი გამოცდილება მინდა თავად გაგიზიაროთ. ძალიან დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რაც ამოქვს, ის გამოცდილება მინდა გავაზიარო. პირველ რიგში წყალი მაქვს მიწოდებული გარედან, აი ეს. გარედან მოწვი წყალს, ეს ჩემი პატარა ვაჟკაცები. მეორე რაც ყველაზე აქტუალური თემა არის, რომ როდესაც დაყრის კურდღელი თავის პატარა ბაჭიებს, ეს ჩვენი დიდი მამალი. რაო ჯუჯულიგა, რაო ვაჟკაცუკაცო. როდესაც დაყრის კურდღელი თავის პატარა ბაჭიებს. ჩვენ ვიცით, რომ თუ მას მივცემთ ბალახს, რომელიც მაგალითად იქნება ახალი მოკრეფილი პატარა ბაჭიებზეა მაგ საუბარი. მაგ შემთხვევაში მათ პირი უსველდებათ ხოლმე და ძალიან ადვილად კვდებიან კურდღლები, როდესაც პირის ღრუს დაავადება უჩნდებათ. ეს უჩნდებათ თუ მალე არ გამოუცვლი წყალს, ეს კონკრეტულად ეხება პატარებს. აი, როდესაც ძალიან პატარები არიან უკვე და ჭამას რომ იწყებენ, ძალიან ბევრჯერ დამეხოცა ხოლმე და რით შეიძლება კურდღლები გადავარჩინოთ. მაგ შემთხვევაში აი, ვისაც კურდღლები ყავს, მათ იციან, რომ როდესაც ახალმოკრეფილ სველ ბალახს, ახალმოკრეფილ ბალახს მივცემთ, ერთი ის რომ კურდღლების ებერებათ მუცლები და შებერილობის შედეგად ძალიან ცუდად ინელებენ და კვდებიან. მეორე შემთხვევა და მეორე ფაქტი არის ის, რომ მათ უჩნდებათ პირის ღრუს დაავადება. ისინი ვეღარ ჭამენ და ცხვირები უსუსტდებათ და აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. მე რამოდენიმე დამეხოცა მაგასთან დაკავშირებით, აი ჩემი ჩუჩრები. რამოდენიმე დამეხოცა მაგასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რამაც მათ უშველეს, ეს იყო აუცილებლად დილა საღამოს ან დილა საღამოს შუადღისას დაფხვნათ სტრეპტოციტი და ჩააყაროთ პირში. სტრეპტოციტის დაფხვნით ის რამოდენიმე ის რომ გავაკეთოთ მცდელობა, თქვათ 1-5 მცდელობაც რო გააკეთო, პატარა ბაჭიები აღარ დაგეხოცებათ. სტომატიტი უჩნდებათ მათ. ძალიან სუსტები არიან მასეთ შემთხვევაში. და ჩდება სტომატიტი. და აი ჩემი ვაჟკაცები. და სტომატიტი კურდღელს კლავს. პატარა ბაჭიებზე მაქვს საუბარი. ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი ბაჭიები გადარჩეს და შეძლონ სრულყოფილი ჭამა, მათ აუცილებლად მიეცით მეორე დღის გამშრალი თივა. ბალახი, რომელიც არის სველი, არაფრის დიდებით არ მისცეთ მათ. ზამთარში ჩვეულებრივად შეგიძლიათ ხისტოტებიც მისცეთ. აი ახლა ეს ხისტოტები მივეცით, დააღრნის კიდევ და მათი კბილებისთვისაც კარგი არის. ზამთარში მერქანსაც ჭამენ, თივასაც ჭამენ და მის ნაკელს კიდევ ჩვეულებრივად ბოსტანში გამოიყენებთ და მე უბრალოდ აქ ფაქტი იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ კურდღლებს, ბაჭიებს უჩნდებათ სტომატიტი. მე არაფერს არ ვაძლევ ამ ბაჭიებს, არც წამალს, არც რაიმე სპეციალურ პედიგრს, არაფერს. ყავს ბალახზე, ფოთოლზე, მაგის ჩვეულებრივ სიმინდზე, ქერზე, ხანა ასკილიც მომაქვს, ეკალიც მომაქვს, მაყვალიც, რავი, რა აღარ მომაქვს. ბუნებრივი რომ ის მე უნდა ვჭამო კაცო, წამლიანი, რასაჭიროა წამლიანი ვაჭამო. ჩემს ახლობლებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს, საერთო საზოგადოებას, რასაჭიროა შხამქიმიკატებით გაბერილი საკვებით, ან წამლით სავსეთი ვაჭამო. არაფერი დიდი ამათ არ ჭირდებათ, არანაირ წამალს მე არ ვაძლევ და
დაახლოებით ეს ჩემი კურდღლები მაჩუქეს. ერთმა კარგმა ადამიანებმა დედალ-მამალი მაჩუქეს. და დამრავლდნენ. და ამათ მე მაგალითად როდესაც დაკლის პერიოდია, დაახლოებით 5 თვისები, 4-5 თვისები არიან 2 კილო ნახევრისები. 2 კილო, 2 კილო ნახევარ ხორცკრის 5 თვისა, 6 თვის, 7 თვის, მეტი არ გამიზდია. ახლა მაგალითად ეს საჯიში მამალი არის. ეს უკვე არის 9 თვის. ეს იქნება 9 თვის არის ეს ჩემი ვაჟკაცი. და აგერ მოდი ახლა ბიჭო, მოდი. და აი მოდი ბიჭო, მოდი. აჰა. ჩემი ვაჟკაცი ახლა მე გიგანტები არ მყავს, მაგრამ რაც მყავს ყოფნის. მიდი ბიჭო, მიდი, აი ტოტი რომელიც გაღრნა და ეს ახლა ზოგიერთ თივას საფენად გამოუყრი ხოლმე, მაგრამ საფენად ხმარობენ თუ რა ვიცი, რას უშვებიან, არ ვიცი. ცოტა ყალთაბანდი არის ეს. ანუ კონკრეტულად რო ვიცოდეთ, რომ ახალი მოწყვეტილი, მოკრეფილი, ფოთოლი მცენარე, ბალახი არაფრის დიდებით არ მივჩეთ, მაგრამ თუ ძველი მოკრეფილიც იყო, მაგრამ შეატყვეთ კურდღლებს ტომატიტი, ანუ ცხვირი უწვრილდებათ, მაგალითად რაიმე ვეღარ ჭამენ, მერე სუსტდებიან, ზდას აჩერებენ. მაგ შემთხვევაში ყველაზე უებარი წამალი გახლავთ სტრეპტოციტი. სტრეპტოციტი დაფხვენით ერთმა ადამიანმა მხოლოდ ხელით არ გააღებინოთ პირი, აი მაგალითად ჯოხი აიღეთ სიტყვაზე, აი ჯოხი და ეს ჯოხი შუაზე გაკეცეთ და პირში ჩაუდეთ, აი გააღებინეთ პირი ჯოხით რაღაცით, რა ვიცი. ისე რომ არ დააზიანოთ მისი გრძილები, აი რაღაც სათუთო ხელით არ გააღებინოთ, თორე გიკბენთ, აი კი არ გიკბენთ, ძალიან საშინელი კბილები აქვთ. ხელით დაგიზიანებთ თითებს. გააღებინეთ რაიმე პატარა ჯოხით, რაღაცით, აი ახლა მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ ეს ჯოხი, ხო? აი მაგალითად ეს. აი ეს ჩაუდეთ და აი ორ კაპალასავით გააღებინებთ პირს და ჩაუყარეთ პირში სტრეპტოციტი. სტრეპტოციტს როდესაც ჩაყრით, 1, 2 ჯერ, 3 ჯერ, 5 ჯერ მაქსიმუმ მეტი არ უნდა და ჩათვალეთ, რომ თქვენი ბაჭიები თუ დროულად შეამჩნიეთ ეს და დროულად გააკეთეთ ეს ქმედება, თქვენი ბაჭიები არ დაგეხუცებათ. ეს არის რომელიც ჩემმა პრაქტიკამ მაჩვენა, არავითარი წამალი არც 1000-ს უკეთებ არც არაფერს. უნდა ვაჭამო ადამიანებს ახლა. ჭამო და ისიც ხამქიმიკატით გაბერილი, ჩემთვის მიუღებელია რა. ძალიან მიუღებელია, მე ბაზარში რაც იყიდება ქათამია, ხორცია, რა ვიცი, ვისია ერთმა უწყის. კარგი. მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა ყველაფრისთვის. იმედია ჩემი პრაქტიკა გამოგადგებათ თქვენს. ბრავო ბაშკაცო. მოუსვენრები არიან ეს მამაცაღლებს უჯამენ. კარგი.